ამ ორ უმტრიალში, რაც ახლა საქართველოში პატარა სიხარულიც არსებობს, ამ შემთხვევაში დროების ჟურნალისტი და დროებას თავისთავად თეკლა თარგამაძის რეპორტაჟმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მარიამ მიქიაშვილს ეძღვნებოდა მედია ხმის კონკურსში სოლიდარობის ჟურნალისტიკა ინკლუზიისთვის გაიმარჯვა. მინი-ფილმი დროების პროექტის დროების ადამიანის ფარგლებში გაკეთდა. ახლა სწორედ თეკლა შემომიერთდა გაცემის დასასრულს და რა თქმა უნდა, თეკლე, შენც გილოცავ, საკუთარ თავსაც ვილოცავ და დროებას მართლა მნიშვნელოვანი არის, რომ ამ თემებთან მიმართებაში ჩვენ ყურადღებას არ ვანელებდეთ, თუმცა ამავე დროს დროების ადამიანის ციკლი ბოლო თვეების განმავლობაში ძირითადად მაინც ეძღვნება სულ სხვა მიმართულებას, აუცილებლობა გაჩნდა ასეთი ამ საზოგადოებაში და ამაზე მინდა რომ გათქმევინო რამდენიმე სიტყვა იმის შემდეგ უკვე დავამშვიდობ ჩვენ ასე თქვა ტელემაყურებელს სტუდიიდან დროების ადამიანის გავა ეთერში, დროების ადამიანის მორიგი გმირიც მინდა რომ დავა ანონსოთ და თავისთავად გია ყანჩელზე მომზადებული სიუჟეტიც. რატომ შეიცვალა ეს პროფილი დროების ადამიანის, რამ განაპირობა ეს ყველაფერი და რა კვალი დატოვა როგორც დროების შემოქმედებით ჯგუფზე, ასევე პირადად შენს? რა თქმა უნდა, რომ დაიძაბა კიდევ უფრო მეტად სიტუაცია საქართველოში, აბსოლუტურად ყველა თემა ჩაიყლაპა იმ პოლიტიკური ვითარებით, რაც მიმდინარეობს დღემდე და ორ თვეზე მეტია უკვე ხალხი ქუჩაშია და ბიჭები დაკავებულები არიან, მზია ამაღლობელი დაკავებულია, ნინო დათაშვილი დაკავებულია, პოლიტპატიმრები ციხეში არიან და უკვე ჩვენ სხვა თემებზე ვერ კონცენტრირდებოდით და გადავწყვიტეთ, რომ უშუალოდ ამ ბიჭებისთვის დაგვეთმო ეთერი და სრულფასოვნად გაგვეცნო ეს ადამიანები საზოგადოებისთვის. ერთ-ორ მათგანს იცნობდნენ ასე საჯაროდ, მაგრამ ძირითადად ეს ბიჭები და ზრდასრული ადამიანებიც, ბიჭები ვამბობთ ხოლმე და ძირითადად მათი ასაკიდან გამომდინარე, რომ თუმცა დღევანდელი დროების ადამიანის გვერი ნამდვილად ბიჭი არის და დღევანდელი დროების ადამიანი მაგალითად 21 წლის ციხეში გახდა გიორგი გორგაძე და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გადავწყვეტეთ, რომ ეთერი ზუსტად მათ უნდა დათმობილი იყო, მათთვის უნდა მიგვეცადრო, რომ შეიძლება თვითონ პირდაპირ ვერ გვესაუბრებიან, სრულფასოვნად ვერ გვაწვდიან თავიანთ თავზე ინფორმაციას, მაგრამ ყველა უნდა დავხმარებოდით მათ, რომ ყველას გაეცნო, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, ის რომ იქ შემთხვევით არავინ არ მოხვედრილა, იქ არ ვიცი, ყველას გაცნობიერებული ჰქონდა, რატომ იდგა იქ, რისთვის იბრძოდა, არავინ არ ნანობს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომ იმ დღეებში უბრალოდ იმ ყველაფრის ნაწილები იყვნენ და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენც გადავწყვიტეთ დროების გუნდმა, რომ მათთვის დაგვეთმო, რაც შეიძლება მეტი დრო საეთერო და მგონია, რომ ყველა ასე უნდა ვიქცეოდეთ და ცოტა ადამიანური კუთხით რო შევხედოთ და არა მხოლოდ პროფესიულით, აი სიმართლე რომ გითხრათ, მე ძალიან მიხარია, რომ მე მხვდაწილად რაღაც ეგ შესაძლებლობა, რომ მათი ოჯახები ასე ახლოს გამეცნო, უკვე მაგ ბიჭებსაც ძალიან კარგად ვიცნობ, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოყოლებული მათი ისტორიები ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი და შეიძლება მათ ბევრ მეგობარზე მეტი ინფორმაცია მაქვს მათზე და აი ადამიანური თვალსაზრისით ხანდახან ისეთ რა მომენტი მაქვს ხოლმე, მაგალითად რომ მივდივარ გადასაღებად, აი ყოველთვის ვცდილობ, რომ გადავიღოთ მათი პირადი ოთახი, ის ნივთები, რაც ენატრებათ, შინაური ცხოველები, აი მაინც ახლა ნათესავებს, მეუღლებს, დედებს, მამებს მაინც ნახულობენ, ხო, პაიმნებზე შედიან და ნუ შუშის მიღმა, მაგრამ მაინც ნახულობენ და არის რაღაცეები, რასაც ვერ ნახულობენ და უკვე 8 თვეა 4 კედელში არიან გამომწყდეულები და როცა ასევე ძალიან ენატრებათ. ხო, კიდე რაც ენატრებათ, ყოველთვის მაგას ვცდილობ ხოლმე, რომ ისე გამოვაჩინოთ, რომ რაღაც ხა რო წარმოვიდგენოთ, ჩემი ძაღლი 8 თვე არ მყავდეს პირობით, ეს ნანახი, ხო, აი ძალიან ისეთ სენტიმენტალურ რაღაცებს ვამბობ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გარე სამყაროს აბსოლუტურად მოწყვეტილი ყავთ არაფრის გამო ეს ადამიანები და არ ვიცი, 8 თვე კი არა, ერთი წამი მენანება მათთვის, რომ არაფრის გამო უდანაშაულო ადამიანები 4 კედელ
არიან გამომწყდებულები დღემდე. და რაც შეეხება იმას, რა გავლენა მოახდინა ჩვენზე და რა დანატოვარი არის ჩვენთვისაც ემოციურად ამ სეზონს გულისხმობთ ხო ალბათ ეგ მკითხე. ხო, რაც მე დავთვალე უკვე მე-20 დროების მე-20 ისტორია. არის უბრალოდ ანუ ასე სრულფასოვნად ცალკე ეს ბიჭები რომ გამოვყოთ 15-ნი არიან კიდევ თემურ ქათამაძე იყო იქ აი თუ გახსოვთ მეგობარს რომ ელოდებოდა დათო სიმონია გარეთ ციხესთან. მოვლენებთან დაკავშირებით დაახლოებით 20 არის კი და არ ვიცი როგორც პირობითად აი მე ვამბობ ხოლმე რომ მუშაობის პროცესში რა თქმა უნდა ეგრე არ გაქვს ემოცია სადღაც აჩერებ ამ ემოციას რომ უფრო არ ვიცი პროდუქტიული იყო ხო და შენმა ემოციებმა არ ჩაკლაპოს და ხელი არ შეგიშალოს ნუ შემდეგ აი ბოლოს უკვე ეს დასრულებულს რო ვუყურებ ხოლმე ჩემი სიუჟეტია ხო მე ვიყავი მე გადავიღე მე მოვიტანე მე გავშიფრე ანუ ყველაფერს ხომ ვესწრები მიმდინარეობას და ხანდახან მე თვითონაც ვამონტაჟებ მაგრამ ბოლოს აი რამდენჯერ ყოფილა რომ ის ამტირებია, აი მე თვითონ რომ მიკვირს და ახლა ვამბობდი რომ აი ხო ბოლო კვირა არის. კი, განსაკუთრებულად ახლა განსხვავებული ფიზიკური შრომა არ ჩაგვიდია ხო ამ ყველაფერში, მაგრამ ემოციურად იმდენად სხვანაირად არის რა თემებზე მუშაობის დროს, სხვანაირად გვიმძიმს მაინც იმიტომ რომ გაცნობიერება რომ ხდება რის გამო, უბრალოდ არაფრის გამო რომ ანუ ამდენი ადამიანი დამწყდეული ყავთ, ეს კიდე ემოციურად დამსახურებლა, თუმცა ძალიან დიდი რამის გამო, დიდი რამისთვის იბრძვიან ეს ადამიანი. რა თქმა უნდა და ზუსტად ვიცი რომ ეს ბიჭები რომ გამოვლენ გარეთ ყველაფერი რომ დასრულდება პირიქით, აი რაღაც წილად ის მომენტიც არის რომ როგორი ამაყები იქნებიან საკუთარი თავის როცა გადახედავენ უკან თავიანთ ისტორიას და მართლა რამ ხელა რაღაც ეკნებათ მოსაყოლი და მართლა ოქროს ასოებით ჩაიწერებიან ისტორიაში, იმიტომ რომ არა ის რომ რამემ შეაშინა ისინი და მე უკან დაიხიეს ან რაღაცაზე თქვეს რომ ნუ კარგით რაღაც მაპატიეთ დავაშავეთ თუ რაღაცა იმისთვის რომ პირობითად თუნდაც საპროცესო გაეფორმებინათ ხო? არა, ყველა არის იგივე აზრზე და ყველა შიგნიდან იბრძვის ისე რომ პირიქით გარეთ ჩვენ გვაძლევენ ძალას. და მინდა რომ თქვა დღეს შემომივიდა უცხო ზარი და ესა პირდაპირი კომუნიკაცია რა თქმა უნდა არ მაქვს ამ ბიჭებთან, იმიტომ რომ ზირთადად ოჯახებს ვეკონტაქტებით და დღეს ირეკება ჩემს ტელეფონზე უცხო ზარიდან და რო ავიღე ტელეფონი იყო ერთ-ერთი რეჟიმის ტყვე რეზო კიკნაძე და თავიდან დავიბენი მეთქი რამე ხომ არ მოხდა რაღაც საჭირო ხომ არ არის რამე რო გავაკეთოთ და უცბად მეუბნება რომ ძალიან ცოტა მაქვს სალაპარაკო დრო მინდა რომ მადლობა გითხრა სიუჟეტებისთვის და მოგილოცო პრიზი რაც აიღე და მართლა აი ყველანაირი დაღლა იქნება თუ არ ვიცი ფიზიკური ემოციური აი ყველაფერი ხო საერთოდ არ ვიცი არაფერი აღარ მახსოვდა უბრალოდ და აი სადღაც ხო არის რომ აი რაღაცა შედეგი გამოიღო თუ რაღაც მომენტი რომ გაქვს არ ვიცი შენი გაკეთებული საქმიდან აი ეს იყო ჩემთვის არ ვიცი აი მადლობა ალბათ გადაწონის ყველანაირი დაღლილ დღეს და აი ყველაფერს აბსოლუტურად. მეც ამ შემთხვევაში როგორც გადაცემის ხელმძღვანელმა მინდა მადლობა გადაგიხადო ამ ციკლისთვის, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ და იმედი მაქვს რომ ამის საჭიროება დიდხანს არ იარსებებს და ისინი გარეთ იქნებიან მალე თავისუფლებაზე და მინდა მოგცეს საშუალება და აუცილებლობაც არის რომ უთხრათ მაყურებელს დღეს დროების ადამიანში რომელ გმირზე ვიზე იქნება საუბარი. დღეს დროების ადამიანი იქნება გიორგი გორგაძე, რომელიც ციხეში გახდა 21 წლის. გემახსოვრებათ ყველა ჩემი აზრით ყველაზე პატარას გავს ვიზუალურად რომ შეხედოთ ისედაც გამორჩეული საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კომაგი არის, გულშემატკივარი არის. აი მისი ფრაზა იყო, ერთხელ ამოიღო მე მგონი ხმა იმაზე პროცესზე და ეგ დაგვამახსოვდა რომ შარშან ზუსტად ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო ვიყავი გერმანიაში წასული და საგულშემატკივროდო და არ ვიცი, აი რო შევედით მაგალითად მართლა მის პირად ოთახში რო შედიხარ, ისინი დროშები უკიდია ჩვენი ეროვნული ნაკრების და რაღაც თურმე ბავშვობიდან ასეთი შეყვარებული ყოფილა თავის საქართველოზე, არა მხოლოდ საფეხბურთო ნაკრებზე, ბავშვობიდან ძალიან გამორჩეული იყო, ყოველთვის გამოხატავდა თავის აზრს, კრიტიკულ აზრს, კამათობდა, რაღაც სულ დისკუსიებში იყო, ამას გვიყვებიან მისი დედა და და არ ვიცი, მეგონი დავტოვოთ ეთერში ჩვენი დროის ადამიანი. დიახ და ბიჭებს თავისუფლება, ხვალ მზია ამაღლობელს
ზიამაღლობელი თავის დასკვნით სიტყვის და ალბათ განაჩენსაც მოვისმენთ. თავისუფლება მზიას მართლა სინდისი არის ქართული ჟურნალისტიკის ახლა და ქართული ქალის მაგალითი მხარდაჭერა ნინო დათაშვილს ძალიან მინდა რომ ის ყველაფერი არ ვიცი ამათი კარგის აღარ მჯერა მაგრამ რომ შემოbrunდეს და არ ვიცი მართლა რაღაც ამამ გაურკვევლობა აღმოჩნდეს უბრალოდ ეს ამბავი რაზეც 2 დღეა ვართ მინდა რომ ხნეობა უსურვო რეჟიმის ტყვეებს და მინდა რომ მალე ვიხილოთ ჩვენთან გარეთ